იქამდე სანამ გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველების პოზიციაზე მოგიყვებოდეთ პროცესების გადაადებასთან დაკავშირებით, მანამდე გეტყვით, რომ დღეს სავარაუდოდ სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარეს ამ სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე უნდა მოეყვანა, თუმცა დღევანდელი პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველები. დღეს სხდომაზე არ გამოცხადდა ბრალდების მხარე და ჯერჯერობით გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რატომ არ მოვიდა ბრალდების მხარე სხდომაზე, რადგან დღეს სავარაუდოდ სხდომაზე ის ადამიანი უნდა გამოკითხულიყო, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ჩვენება მიღწა. სახელმწიფო ბრალდებას ოფიციალურად უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის, რომ მომხდარიყო რომეო მიქაუტაძის ეტაპირება სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან, თუმცა როგორც გვაქვს ინფორმაცია, სახელმწიფო ბრალდებას ოფიციალურად ჯერჯერობით მიმართული არ აქვს იუსტიციის სამინისტროსთვის და შესაბამისად დღეს რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც მოსამართლის თანდასწრებით გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ უნდა მიეცა ჩვენება, სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად პრინციპში დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესს გარკვეული მიზეზების და გამო ვერ დაესწრო. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველებს, რომლებიც პირველებს უყვებიან იმას, რომ სავარაუდოდ ამ პროცესების გაჭიანურება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზს, რამდენიმე მოწმე ყავს დარჩენილი ახლა ბრალდების მხარეს, რომელიც უნდა მოვიდეს საქალაქო სასამართლოში, რომლებაც უნდა მისცენ მოსამართლის თანდასწრებით გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება და როგორც დაცვა ამტკიცებს, სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდება ახლა ცდილობს ამ მოწმეებზე ზემოქმედებას და გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. მათ შორის პირდაპირ ამბობენ ლილუაშვილის უფლებადამცველები იმას, რომ შესაძლოა ერთ-ერთი იყოს სწორედ რომეო მიქაუტაძე, რომელიც ახლა სასჯელ ახსულების დაწესებულებაში მრავალწლიანი პატიმრობის საბაბით იმყოფება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდება ახლა რომეო მიქაუტაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებას იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც ის გამოცხადდება საქალაქო სასამართლოში, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ ერთხელ მისცეს და სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდება მას შემდგომში უკვე სააპელაციო სასამართლოს გზით საპროცესო გარიგებით გამოუშვებს პენიტენციური დაწესებულებიდან. სწორედ ასეთია ლილუაშვილის უფლებადამცველების პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მოკლევა და დარჩენილი იმისთვის, რომ 9 თვიანი ვადა ამოიწუროს და ჯერჯერობით სახელმწიფო ბრალდებას იმ მოწმეების გამოკითხვაც არ აქვს დასრულებული, რომლებიც შემდგომში სხდომათა დარბაზებში უნდა გამოცხადდნენ. 12 რიცხვისთვის გაწერილი იყო სასამართლოს გრაფიკით, რომ ბრალდების მხარეს უნდა მოახდინა თავისი მტკიცებულებების წარმოქმნა. თუმცა პროცესამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა პროცესზე ბრალმდებელი. შესაბამისად, დღევანდელი პროცესი გადაიდო სწორედ აღნიშნული მიზეზით. ჩვენ მანამდეც არაერთხელ აღვინიშნავს და გვისაუბრია, რომ გარკვეული სახის ბენეფიტების მიღებისათვის, მათ შორის ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება, ან დევნის არ დაწყება, გარკვეულ პირებთან მიმდინარე მოლაპარაკებები და ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს გაჭიანურება ემსახურებოდა სწორედ ამ მიზნებს. ამბობთ, რომ შეიძლება რომ ბრალდებას დასჭირდა რაიმე სახის ვადები იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებთან აწარმოოს მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. ხო არ გულისხმობთ მათ შორის მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძესაც და თუ ელოდებოდით, რომ დღეს რომეო მიქაუტაძე შეიძლებოდა ყოფილიყო სხდომათა დარბაზში? მოგახსენოთ, რომ დაცვის მხარეს მოლოდინი ნებისმიერ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ნუსხაში ჩასმული ყავს მოწმეს ბრალდების მხარეს აქვს, რომ შესაძლოა გამოცხადდნენ პროცესზე, მათ შორის გახლავთ ბატონი რომეო მიქაუტაძეც. მხოლოდ ამის იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბატონ რომეო მიქაუტაძეს, ექნება იმის ღირსება, რომ ცრუ ინფორმაცია არ მიაწოდოს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით, იმის სანაცვლოდ, რომ მასთან მისთვის სასურველი ხელსაყრელი პირობით ბრალდების მხარემ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება. გრიგოლ ლილუაშვილიც ესწრებოდა დღევანდელ პროცესს, თუმცა როგორც გითხარით, პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული. 12 აგვისტოს უნდა განახლდეს ახლა შემდეგი პროცესი, თუმცა უფლებადამცველებს ისევ არ აქვთ ინფორმაცია, იქნება თუ არა 12 აგვისტოს კვლავ სასამართლო პროცესი, რომელზეც დღეს ბრალდების მხარე გარკვეული მიზეზებიდან გამო არ გამოცხადდა. როგორც მოისმინეთ, დაცვის მხარის არგუმენტი არის მხოლოდ ერთადერთი, რომ ახლა სახელმწიფო ბრალდება ცდილობს იმ მოწმეებზე ზემოქმედებას, რომლებმაც გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები უნდა მისცენ.